გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. შეგახსენებთ საკუთარ თავს ლეილა და გთხოვთ რომ გადავხდეთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწეროთ ის, გაუზიაროთ მეგობრებს, დალაიქოთ, დააკომენტაროთ, დააფიქსიროთ თქვენი აზრი. მაშ დღეს ვისაუბრებთ მარსზე, რადგან იანვარში გიიცვლის ნიშანს და განვიხილავთ ყველა ნიშანზე ერთ ვიდეოში. შესაბამისად ამისა, შეგახსენებთ, რომ რა თქმა უნდა, წლიური პროგნოზები დევს უკვე არხზე და შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეხვიდეთ და ნახოთ. და მეორე ამბავი ის არის, რომ რაღაც მომენტ დამოვიწყდა, არა უშავს გამახსენდა. როგორ უნდა უყუროთ ასტროლოგიურ პროგნოზებს ზოგადად. მნიშვნელოვანია რომ უყუროთ თქვენი მზის ნიშნით, ანუ რომელ თვეს დაიბადეთ, ამას გულისხმობ. მეორე არის ასცენდენტით, ანუ ეს ირკვევა დაბადების საათის მიხედვით. და ძალიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სხვათა შორის. და ასევე მთვარის ნიშნის მიხედვით. და რატო სამს რატო უსმენთ? ჩვენ გვაქვს ყველას პირადი რუკა. ანუ ვინც უკვე უფრო ხართ ასტროლოგიაში, გეცოდინებათ ეს. შესაბამისად ამისა, პროგნოზები, რა თქმა უნდა, ცალკე შენ თავთან, ანუ შენ პროგნოზს თვითონ ადგენ, იქ უკვე, ვთქვათ, ყველაფერია ინფორმაცია მოცემული, ხო? მაგრამ როდესაც ზოგადზე ვსაუბრობთ და ეხლა ყველას რუკას ხო აქ ვერ განვიხილავთ, ვისთვის კერძოდ როგორ განვითარდება მოვლენები და ასე შემდეგ. ამიტომ მთლიანი წლის, კვირის თუ რასაც უსმენთ პროგნოზე წარმოდგენა რომ შეგექმნათ ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ რომ სამივე შეხედოთ მთლიანი შეკრათ რა, ანუ რა გელოდება და ასე შემდეგ. და იქნება, ანუ ნაწილობრივად შეეხება შესაბამისად თქვენ პირად რუკასაც, ხო? იმიტომ რომ თუ სამივე იცით, გეცოდინებათ რომ ასცენდენტისთვის გათამაშდება ეს, ვთქვათ, და სხვათა შორის დაუკვირვებია, რომ უფრო მეტად ვითარდება მოვლენები ასცენდენტის მიხედვით. და მოკლედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის მოსმენა. რომ საერთო წარმოდგენა შეგექმნათ, მით უმეტეს თუ პირადად ვერ აკეთებთ საკუთარ თავისთვის პროგნოზს, აი ეს დაგეხმარებათ, რომ მთლიანად იცოდეთ რა გელთ, იმიტომ რომ მარტო მზეს რომ მოусმინოთ, ხო, ანუ რომელ თვეს დაიბადეთ, მარტო ამას რომ მოусმინოთ, ეს სრულ ინფორმაციას არ მოგცემთ. და მე იტყვით, რომ იცით რა არის, რაღაც ეს ასტროლოგია არ არის სისულელეა, როგორც ამბობენ ხოლმე, ან მართალი, ან რაღაცა ის არის, რა ქვია, არასწორია და ასე შემდეგ. რეალურად არასწორი კი არ არის. პირველი, რამდენად სწორად უსმენ შენს პროგნოზს, ეს არის მნიშვნელოვანი. მეორე, რა თქმა უნდა, ხა ვინც შეადგინა, იმაზეც ანუ რამდენად სწორად შეადგინა, ხა ამაში ორი აზრი არსებობს, მაგრამ სიღრმისეულად როცა უყურებ ასტროლოგიას და ნებისმიერ მიმართულებას, მეცნიერებას, ხა ასტროლოგია მეცნიერებად ეს არ არის აღიარებული, ეს არის, სამწუხაროდ ესეა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მე ძალიან მიყვარს ასტროლოგია და მართლა ძალიან მიყვარს ამ ყველაფრის კეთება, უბრალოდ კარგად მოქმედებს ჩემზე. თუმცა დაკვირვებისამებრ მართლა ხდება, მართლა აისახება ანუ მაგალითად თუნდაც პიროვნული მახასიათებლები, თუნდაც პროგნოზი და ახლა რა ვიცი, ეს ჩემი პირადი დაკვირვები და გამოცდილებიდან გამომდინარე, თქვენი გამიზიარეთ, ანუ აუცილებელი არ არის რომ ყველას უყვარდეს ასტროლოგია, ან სჯეროდეს ასტროლოგიის. ვისთვის როგორ რა, ვისაც გჯერათ და ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ მოусმინოთ ასტროლოგიას, ვისაც გონიათ რომ სისულელეა, შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი ცხოვრება. ან ზოგადად სიღრმისეულად ადამიანმა რაღაც რო არ იცის ხოლმე, ყოველთვის ვამბობთ ჩვენ, რომ აი რა სისულელეა, ხო? ასტროლოგია მარტო ის არ არის, რომ აი ეს დაგემართება და ასე შემდეგ. იმდენად ღრმა არის ასტროლოგია, რომ აი არ ვიცი, რამდენი წელია ვსწავლობ, ვერ ყვევი და ჯერაც არ დამისრულებია. და აი სულ რაღაც ახალს იგებ, ასე ვთქვათ. და შესაბამისად ამისა, უფრო სიღრმისეულად არის საქმე, ვიდრე მარტო ის, რომ აი კუროები როგორები ვართ, სიტყვაზე რაღაცა, აბა ორი სიტყვით და ასე შემდეგ. მე მგონი მივიღეთ სიტყვაც მინდა. მოკლედ, მარსი მაშ 7 იანვარს
7 იანვრიდან 24 თებერვლის ჩათვლით ჩვენი მარსი იქნება რეტროგრადული და იგი იქნება კირჩხიბის ნიშანში. მაშ ეხლა რა არის რეტროგრადულობა, ხო? რეტროგრადული მარსი. ზოგადად რეტროგრადული მარსის დროს იმატებს ხოლმე, რომ გვეზარება რაღაცების კეთება, ან უენერგიოდ გრძნობთ თავს. და შესაბამისად რაღაც შეიძლება ძველი ჩხუბი კი არა, ძველი რაღაცები გავიხსენოთ, რაც წესით, ანუ მოდი ამ სიტყვას გამოვიყენოთ. ძველ რაღაცებზე გავჭედოთ. ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ეს სიტყვები, იმიტომ რომ მაგალითად, რატო მოიქცა ვიღაცა, თქვათ 5 დღის უკან, ან 5 წლის წინ შეიძლება ვიღაცას გაახსენდეს ეს და აი ამაზე თავიდან მქონდეს რეაქცია, ხო? და რაღაცა აი ესეთ და ან ძველ საქმეებს დაუბრუნდეს, ხო? რეტრო მარსი კარგია ხოლმე დასაგეგმად ზოგადად რა, რაღაც, ანუ მოქმედებაზე ნაკლებად გადავდივართ ხოლმე რეტრო მარსის დროს. ეს არის უფრო დაბრუნება, ეს არის უფრო დაბრუნება და დახვეწა და ეს არის უფრო დაგეგმვა. კარგია ხოლმე რომ რეტრო მარსის დროს დავისვენოთ. ნახეთ როგორ კარგად დაემთხვა მართლა დასვენების პერიოდს, ასე ვთქვათ. თუმცა ხა თებერვლამდე ნამდვილად დიდი დროა. მაგრამ კი ბატონო, შეიძლება დასვენების პერიოდი გქონდეთ. ან გამოიყენოთ დასასვენებლად ფანტასტიკური. ეცადეთ რომ არ დაძაბოთ სიტუაცია, ასე ვთქვათ. მაშ კუროებო, უბრალოდ ვერძებო, თქვენით დავიწყოთ, რატო გადავიდე პირდაპირ კუროზე. ვერძებო, თქვენთვის მარსი იქნება მეოთხე სახლში. და ეს მიუთითებს იმაზე, რომ დაუბრუნდებით, ან დაგეგმავთ, ან ძველი სიტუაციები გაგახსენდებათ, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით. სამშობლო, მიწა, დედასთან ურთიერთობა, ქონება, რემონტი, აი ეს საკითხები იქნება თქვენთვის ძალიან აქტუალური ძვირფასო ვერძებო. მაგალითად, თუ ადრე მიანებეთ სიტყვაზე რემონტს თავი, ეგრეთ წოდებულს, შესაბამისად ეხლა შეიძლება იცით რა დაგეგმოთ, დაждეთ და ჯერთი დაუბრუნდეთ იმ რემონტს. დაждეთ, დაგეგმოთ, რომ აი როდის ვაკეთებ ამას, ან როგორ უნდა გავაკეთო ეს, რომ თქვათ მინდოდეს, ანუ გამოვიდეს ეს სახლი, როგორიც არის. სახლის ყიდვაც შეიძლება უბრალოდ აი იცით ეს როგორ წარმომიდგენია, რომ აი მაგალითად თუ მშენებარე იყო ეს და უკვე აშენდა მორჩა, ანუ აიღებთ და ჩაგაბარებენ ამ სახლს დიდი ალბათობით, ხო? ესეც შეიძლება, ხო? ანუ გაჩნია, აქ კიდე ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, როგორ ბმაშია სხვა პლანეტებთან, თქვენ პირად რუკაში, რა თქმა უნდა, და ასპექტები როგორი იქნება, ხო, ამ მიმართულებით. თუმცა, კი ბატონო, რაღაც ან დედასთან ურთიერთობა, სხვა შეიძლება გაიხსენოთ რაღაცა ძველი, თუ რა მოხდა, რაღაცა ძველი წყენები, არ ვიცი, აი ესეთი რაღაცეები, ხო? ან უბრალოდ მარტივად შეიძლება ვიღაცა დედასთან ერთად წავიდა დასასვენებლად. რატომაც არა. ან დედის ჯანმრთელობით დაკავდეთ, ხო? აი ეს ყველაფერი შეიძლება იყოს, ეს არ არის რაიმე ახალი არ არის რა, მეგობრებო, ეს არის რაღაცა ძველი და რამე ისეთი, ანუ დასვენებაზე რაც გითხარით, ეს არ არის ახალ ადგილას რომ მიდიხარ, ეს არის რაღაც ძველი, ადრე რომ მყოფი ხარ, ეგეთი ადგილი. ქონების თემები შეიძლება აქტუალური გახდეს, იმიტომ რომ ან თუ ადრე მიყუჩებული იყო, შეიძლება ახლა ანუ თავიდან წამოიჭრას, ხო? მაგალითად, ვის რჩება ქონება, როგორ გავინაწილოთ და ასე შემდეგ. აი ესეთი საკითხები შეიძლება იყოს აქტიური და აქტუალური რეტრო მარსის დროს. ასევე, სხვათა შორის თუ არ ვცდები, აი ხა გვიახლოვდება მარსსა და პლუტონის ოპოზიცია. თუ არ ვცდები, ოღონდ უნდა შევხედო, ხო? ნუ ამაზე შეიძლება საკმაოდ აგრესიული
ის არის რა. ამიტომ ეცადეთ რომ ნერვებით საკონტროლოთ. კი ბატონო. შემდეგ არის კუროებისთვის არის მესამე სახლი. საკითხები, რასაც შეიძლება დაუბრუნდეთ, დაგეგმოთ, იქნება და რაზეც იგივე ხება ვერსად, ანუ რაზეც სიზარმაცე მოიმატებს, იქნება აქაც მესამე სახლში სიზარმაცე შეიძლება იყოს მეგობრებთან ურთიერთობის, ანუ ყოველდღიურ ადამიანებთან რო გაქვთ ურთიერთობა რა, ესეთი. ანუ ეს მეგობრები არ არიან სადღაც შორს ხვდებით, ანუ აი ყოველდღიურად რო ხვდებით რა, ეგეთი უფრო მეტად კი დაძმური ურთიერთობები, დედმამიშვილურია ესეთი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ნათესავები, მეზობლები, ანუ ახლოწრე ვინც არის რა. შეიძლება ვიღაცა მაგალითად, ხო, კომუნიკაციასაც ნიშნავს და შეიძლება ვიღაცა მაგალითად გადაწყვიტოს, რომ ადრე გადიოდა მაგალითად რაღაცა კურს კომუნიკაციის შესახებ და მეიანება. ეხლა შეიძლება დაუბრუნდეს, ან თქვათ დაგეგმოს სამომავლო პერსპექტივაში, როგორ დახვეწავს საკუთარ კომუნიკაციას. ტრანსპორტის აქტუალობა შეიძლება იყოს წინ წამოწეული და ასევე ზოგადად რაღაცა თქვენ ტრანსპორტს თუ გქონდათ რამე ძველი პრობლემა, ეხლა შეიძლება ისე გაგახსენოთ თავი. ან თქვა დაგეგმოთ როგორ უნდა იყიდოთ მანქანა მაგალითად. კიდე მოკლევადიანი განათლებები და მოკლე მანძილები. ისა და ისევ შეიძლება დაუბრუნოთ რაღაცა ძველ სახლში გადახვიდეთ. ოღონდ ეს სხვა სახელმწიფოში გადასვლა არ არის, ეს არის შიგნით რაც მოკლე მანძილი რაც არის რა და ამიტომ ეს შეიძლება უბრალოდ თქვა დედასთან ან რომელიმე ოჯახის წევრთან მოგინდეთ ხო, ან და-ძმასთან ხო? გადასვლა ცოტა ხნით. ასევე ხო კურსები ხო? კურსები, სკოლები, ტრენინგები შეიძლება აი ამ საკითხებს დაუბრუნდეთ. ტყუპებო, თქვენთვის მარსი იქნება რეტროგრადულ მარსზე ვსაუბრობთ კიდევ ერთხელ. თქვენთვის მარსი იქნება ტყუპებო მეორე სახლში. ეხლა იცით რას ვფიქრობ? რეტროგრადული მარსი კი ბატონო კი იქნება აი ეს პერიოდი, მაგრამ ბარემ ხوار ჩავამატოთ აქ თვითონ მარსი, იმიტომ რომ ანუ მარსი კარგა ხანი რამდენიმე თვე გარჩერდება თქვენს მაგალითად ტყუპებზე ვსაუბრობ ამ მომენტში მეორე სახლში. კუროზე და იმაზე ვერცეც ვიტყვი. მარსი ხო გითხარით, რომ ესე იგი 7 იანვრიდან 24 თებერვლის ჩათვლით იქნებოდა. იმავე სახლში იქნება 24 აპრილამდე. ნახეთ რა არის პირველი 2 თვე დაახლოებით გეგმავთ რაღაცა და მერე გადადიხართ ქცევაზე რა. ესე იგი, ვერძებისთვის, ხო? ეს იქნება მეოთხე სახლი, ან რაც ჩამოგითვალეთ ვერძებო. მერე უკვე რომ დაგეგმოთ, გადახვალთ იმ საკითხებზე. ყუროებიც მესამე სახლში გადახვალთ იმ საკითხებზე, რაც ჩამოგითვალეთ, ქმედებაზე გადადიხართ. თუ საკითხები ისევ იგივე აქტუალური არის. ხო და უკვე ამ პერიოდში, როდესაც უკვე რეტროგრადული მარსი დამთავრდება, უკვე შეძლებთ, რომ ახალიც დაიწყოთ. ოღონდ რეტრო მერკურს არ დაამთხვიოთ. კი ბატონო. მერე უკვე შეიძლება ახლების დაწყება რა. და ტყუპებისთვის მეორე სახლი. ეხლა ჯერ რეტრო მარსი ხო? ტყუპებისთვის დასაგეგმი, დასასვენებელი თუ სიზარმაცე იქნება ფინანსების და რესურსების კუთხით. აი მაგალითად საკუთარ თავზე შეიძლება დაგეზაროთ საკუთარ თავთან მუშაობა, საკუთარ თავში რესურსების განვითარება. ეს ასევე ფინანსებს ეხებათ რა, ანუ შეიძლება ძალიან გინდოდეს მაგალითად გქონდეს ძალიან ბევრი ფული, მაგრამ აებს არ აკეთებდი, ანუ გეზარებოდეს რაღაც ნაბიჯების გადადგმა. ხო და ეხლა დაიწყო დაგეგმვა, რომ იცი რა არის, აი ხა მე ამ ფინანსურ პრობლემებს მოვაგვარებ და რეტრო მარსი რო დამთავრდება, ამის შანსი გექნება, რომ შენი ფინანსური და რესურსული მხარეები მოაგვაროთ ჩემო ტყუპებო. მოაგვაროთ. შემდეგი არის კირჩხიბი. კირჩხიბისთვის რეტრო მარსი იქნება პირველ სახლში და ნუ გითხარით რომ 24 ერთ წამით გადავხედოთ. აპრილამდე იქნება იქ. 29 აპრილამდე, ხო? რა გითხარით? 29 აპრილამდე გითხარით მგონი. კი ბატონო.
ეხა ეს რა არის? 24-29 ისი ავიღოთ რა. კი რჩხიბებო, ესე იგი დაგეგმოთ, დაუბრუნდებით, სიზარმაცე იქნება, შემდეგ უენერგიობა, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით. სხეული და მესახქმა, ხასიათი მათ შორის, ხო? და მაგალითად შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ იცი რა არის, განვითარება მინდა და ეხლა რა უნდა გავაკეთო ამისთვის და დაგეგმოთ, რომ აი უნდა შევიდე ამ კურსზე, რომ პიროვნულად განვითარდე, ხო? ან თქვათ, უნდა მივიდე სავარჯიშო დარბაზში, რაღაცა სხვა რაღაცა საკორექციო იმებში, ანუ ცენტრებში მიხვიდეთ და ასე შემდეგ, ანუ ვიზუალი და ხასიათობრივი თვისებები და ეს არის ასევე ის, რომ როგორ აღმიქვავენ მე, ხო? შესაბამისად ამისა აი რეტრო მარსი რომ დამთავრდა, მე უკვე ნაბიჯებს თქვავთ, აღარ ზარმაცობთ და გამოგდით კიდევაც. ლომებისთვის ეს არის მე-12 სახლი, რეტრო მარსის შემთხვევაში მე-12 სახლი არის გასუფთავების სახლი, ზოგადად ასე გასუფთავების ემიგრაციის სახლიც არის. და ლომების შემთხვევაში ისევ და ისევ სიზარმაცე გვერდზე და კიდე დაგეგმვა იქნება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით. დაბრუნება მაგალითად იმ ქვეყანაში, სადაც ადრე ნამყოფი ხართ. ან რაღაცა ამ ქვეყანასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე ესე იგი, მე-12 სახლის საკითხებია ეზოთერიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, რელიგია, სამონტყოფოები, ციხეები, მავნე ნივთიერებები. აი ეს საკითხები, რაღაცა ანუ აქ ყველა კი არ გამოიჩენს თავს, ანუ აქედან რამ ერთი ან ორი მაქსიმუმ, ანუ ყველა ესე ვთვლი უბრალოდ ჩამოვთვლი ხოლმე, იმიტომ რომ ყველას სხვადასხვანაირად გათამაშდება ეს ამბავი და რომ იცოდეთ, რომ აი მაგალითად ვიღაცისთვის ესეა, ვიღაცისთვის კიდე სხვანაირად, იმიტომ რომ ლომი კი ბატონო ზოგადი და ხასიათება და ყველაფერი არის, მაგრამ ლომებიც ხერთმენისგან განსხვავდება პირადი რუკის მიხედვით. და ესე იგი, აი ამ საკითხებს დაუბრუნდებით რა და თან დაგეგმოთ აი ამ საკითხებს, ანუ ამ საკითხებთან როგორ იმუშავოთ, როგორ მოაგვაროთ და ასე შემდეგ და აი უკვე როცა რეტრო მარსი მთავრდება, ნაბიჯებს დგავთ და უკვე აკეთებთ ამას. ქალწულებისთვის ეს არის მე-11 სახლი და მე-11 სახლის საკითხებია. პირდაპირ უკვე საკითხებზე ვისაუბრებ, მაშინ იმიტომ რომ თავში ხო ვილაპარაკებ, აი როგორია რანაირია და რა არის რეტრო მარსი და ასე შემდეგ და პირდაპირ სახლებზე ვისაუბრებ. ამიტომ თავში რამდენიმე წუთი მოусმინეთ აუცილებლად. მარსი მაშ აქტუალური საკითხები იქნება მარსის მიხედვით. მეგობრები, ფართო წრე, ანუ ფართო აუდიტორია, ანუ ადამიანთა მასა, ინტერნეტი, ტექნოლოგიები და ყველაფერი განსხვავებული რაღაცა მიმართულებით და ასტროლოგია სხვათა შორის. დიდი ალბათობით თავიდან ამებს ინტერესი გაგიჩნდებათ, დაგეგმოთ რაღაცებს, ისევ და ისევ, ან დაგეზარებათ თავიდან. ესეც შეიძლება ვარიანტებად და მერე უკვე რეტრო მარსი რო დამთავრდება, პირდაპირ ქმედებაზე გადახვალთ. სასწორი მე-10 სახლი. სასწორისთვის მე-10 სახლი, ან თავიდან კი არა 4 დაახლოებით 4 თვე იქნება აქტუალური, უბრალოდ პირველი 2 თვე არის რეტროს, მეორე 2 თვე უკვე ქმედება და ასე შემდეგ და მე-10 სახლი არის სტატუსის სახლი, ეს არის როგორც ოჯახური სტატუსი, ასევე კარიერული სტატუსი და ასევე მამასთან ურთიერთობა. და მიღწევა, რისი მიღწევა მინდა, ხო? თავიდან ანუ შეიძლება ესეთი კითხვები გაჩნდეს, რომ აი რა მინდა ცხოვრებაში, როგორ მივაღწიო ამას, ანუ დაგეგმოთ ეს ყველაფერი, ქმედებაში არ მოიყვანოთ, იმიტომ რომ გეზარებოდეთ, მერე რომ დამთავრდება ეს რეტრო მარსი, მერე გადაწყვეტ, რომ იცი რა არის, ეხლა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ მოვიდა. აი კვალიფიკაცია რო აიმაღლოთ, რაღაცა ლიცენზია, არ ვიცი, სტატუსი და ასე შემდეგ. ზოგადად მე-10 სახლის სტატუსის სახლია. კი ბატონო. სასწორები.
შემდეგ მორიელისთვის მეცხრე სახლი მარსი. და აქტუალური საკითხები იქნება აქაც შემოდის მამასთან ურთიერთობა შეიძლება იყოს სხვათა შორის. შემდეგი არის რელიგია. იურიდიული საკითხები, უცხოელები, უცხო ენა ზოგადად, განათლება, ეს არის უმაღლესი განათლება ოღონდ, თუმცა მარტო უმაღლესი არ შედის, შეიძლება კურსებიც იყოს, მაგრამ უშუალოდ კონკრეტულად უმაღლესზე მიგვით, მესამე სახლი უფრო რაღაც მოკლებადიანზე. და ყველაფერი ეს შეიძლება იყოს მოგზაურობა, ხო? თავიდან, ესე იგი, გეგმავთ, გეზარებათ, მერე გადადიხართ რეტრომარსის მერე ქმედებაზე. შემდეგი არის ხო, ეს სხვათა შორის კი ბატონო, მოდით მშვილდოსანზე ჯერ. მშვილდოსნებისთვის მერვე სახლი. მერვე სახლის აქტუალური საკითხები იქნება ანუ სადაც თავიდან დაგეზარებათ, დაგეგმავთ, ქმედებაზე გადასვლა დაგეზარებათ, მერე გადახვალთ ქმედებაზე. და ძველი საკითხები გამოიჩენს თავს, ესე იგი, ეს არის სექსუალური ურთიერთობები, სექსუალური პარტნიორები, ზოგადად პარტნიორები, ბიზნეს პარტნიორები, ბიზნესი, დიდი რაოდენობით ფული, პარტნიორის ფული, ბანკები, კრედიტები, ტრანსფორმაცია, ოპერაციები, ფილოსოფია, აი ეზოთერიკა და ყველაფერი სიღრმისეული და რაღაცა თითქოს ძალიან შეიძლება ძველი დრო გაიხსენოთ, რა რაღაცამ რომ ძალიან შეგცვალათ. აი ეს მომენტები ისეთი რაღაც მოხდეს, რომ ისევ გაიხსენოთ, რომ აი მე მაშინ ხო ვისწავლე ეს. და აი ეს ძალიან საინტერესო იქნება სხვათა შორის, რა და კიდე გადაახარისხებთ რაღაცებს. თხის რქა, რქისთვის მეშვიდე სახლი. ეს არის ოჯახი, პარტნიორთან ურთიერთობა, ყოველდღიურ ვისთან გვაქვს ურთიერთობა, ისევ და ისევ აქაც შეიძლება ამაზეც ვიმსჯელოთ. პარტნიორი ვთქვით, ოჯახის წევრები ვთქვით და მეტოქეები, მტრები, მეტოქეები. აი ამ თხის რქებო დიდი ალბათობით რაღაც ეს ძველი ადამიანებიც იჩენენ თავს და ან თქვენ გაიხსენებთ რაღაცებს, გაგახსენდებათ. იცით რა არის, რაღაც ლოგიკურიც არის იმ მხრივ, რომ ანუ როცა გეზარება და არებს არ აკეთებ ხოლმე, რაღაც ისეთ რაღაცებზე იწყებ ფიქრს, რაზეც მაგალითად აქტიურ რეჟიმში რო იყო, არც გაგახსენდეს. ანუ აი რაღაც ძალიან ლოგიკურად არის ეს ყველაფერი რა და შესაბამისად ამისა, ოჯახურ საკითხებს დაუბრუნდებით დიდი ალბათობით და ესეთ პარტნიორულ ან მეტოქეებთან და მტრებთან საკითხებს დაუბრუნდებით რა. მერწყული. მერწყულებისთვის ეს იქნება მე-6 სახლი, ეს არის ჯანმრთელობის სახლი. პირველ რიგში ყოველდღიური მუშაობას, ანუ სამსახური და მუშაობა ყოველდღიური ოღონდ. და შინაური ცხოველები. და მოდი მუშაობით დავიწყოთ, ან დიდი ალბათობით აი 2025-ში, იმიტომ რომ სხვა პლანეტებიც თქვენთან ძალიან ისე ზის და დიდი ალბათობით ძალიან ბევრს იმუშავებთ რა და სხვათა შორის კაი შედეგებიც გექნებათ თუ ესე იზავთ. ოღონდ თავიდან ესე იგი როგორ ხდება ეს მომენტი, თავიდან ისვენებთ, გეგმავთ, კარგად დაგეგმავთ, გაწერთ და მერე ქმედებაზე გადახვალთ და რო გადახვალთ ქმედებაზე იმად ჯანზე და ღონზე იქნებით, ასე ვთქვათ რა, ყველაფერს, ანუ რაც შეგიძლიათ, რომ რაც გინდათ, ყველაფერი სისრულეში მოიყვანოთ. ოღონდ ამისთვის დიდი შრომა გჭირდებათ და ეს შრომის ძალაც გექნებათ რა. შემდეგი თევზები ბოლო და თევზებისთვის მე-5 სახლი იქნება ეს. მე-5 სახლის საკითხებია ბავშვები, სიყვარული, საყვარლები, სცენაზე გამოსვლა, შემოქმედება, ხელოვნება. ანუ აი თან ხა თევზები ისედაც შემოქმედი ხალხია და ისედაც ძალიან ისეთი ხალხია რა, აი ესთეტიკის კარგი აღქმა რო აქვს რა და ეხლა შემოქმედების სახლში შედის მით უმეტეს ხო? ძალიან ჩემო თევზებო, ძალიან შემოქმედებითი პერიოდი გექნებათ. ანუ აი ეს მუზები მოვლენ და საკმაოდ ისე იქნება რა, აი
სურვილი გექნებათ, რომ რაღაცა შექმნათ. სურვილი გექნებათ, რომ ხელოვნებით დაკავდეთ. აი ძალიან საინტერესო ვიღაცები, ანუ სცენაზეც გამოხვალთ დიდი ალბათობით, ხო? კი ბატონო. აბა თქვენ იცით, მეგობრებო, მე კიდე რაღაცები მაქვს ჩასაწერი იანვარში რაც ხდება და ასე შემდეგ. და მოკლედ იმედია, რომ მალე ჩავწერ იმეებსაც. აბა თქვენ იცით და მომავალ შეხვედრამდე.